საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია ეთერს. დებატები იმედზე გრძელდება. დღეს ჩვენი მთავარი თემაა ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკა და მსხვილ უცხოურ კაპიტალთან დაკავშირებული გამოწვევები. ოპონენტები უპასუხებენ მთავარ კითხვას, რა კეთდება ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. პოლემიკის საკვანძო თემა იქნება კომპანია Eagle Hills-ის მასშტაბური დეველოპერული პროექტი, არაბული ინვესტიციების ეკონომიკური სარგებელი და შესაძლო საფრთხეები. რას მოუტანს ქვეყანას უპრეცედენტო ოდენობის 6.6 მილიარდის შემოსვლა საქართველოს ეკონომიკაში. ასეთი მონახაზი გვაქვს დღევანდელი დისკუსიისთვის. წარმოგიდგენთ ღია ეთერის სტუმრებს. დღეს დებატებში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ მხრივიშვილი. მათი ოპონენტები არიან პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია და ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც წარმოადგენს მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის. საღამომშვიდობისა დიდი ბატონ ლევანს მინდა სიტყვა გადავცე. რაში ეთანხმებით, რაში არ ეთანხმებით ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკას და თქვენი აზრით ყველაზე პრობლემატური რა არის ამ სფეროში? მივესალმები ტელეკომპანია იმედის მაყურებლებს. 10 წელია მე ამ ეთერში არ გამოვჩენილ ვარ. 10 წლის განმავლობაში ეტყობა არ იყო სივრცე განსხვავებული აზრის მოსასმენად აქ და შუხს აღვივებდა ეს ტელევიზია თავისი სხვადასხვა მეთოდებით და არ ეცალა ხოლმე იმისთვის, რომ ჩემი სოფხედელობის მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და მე არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ღია ფანჯარა, რომ შეიძლება ჩვენი სიტყვა თქვენს ტელემაყურებელს მივაწვდინოს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, აი ბენჟამინ დიზრაელს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქვს ნათქვამი, რომ არსებობს სიცრუე, მტკნარი სიცრუე და არ დაგავიწყდეთ სტატისტიკის არსებობის შესახებაც. სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან მოაბამ ყურს, რომელი მეთოდოლოგიითაც გინდა მოიყვან მას, მით უმეტეს ხელისუფლება და ძალაუფლება თუ გაქვს, როგორც გინდა ისე გადაასხვაფერებ ამ სტატისტიკას, ხან იტყვი, რომ მაშინ ცუდად ჩატარდა, მერე კარგად ჩატარდა და ასე შემდეგ, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ. მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული თუ სხვა მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური ვითარებით და იმ სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. როგორია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა? გვაქვს საფინანსო სექტორი, სადაც ბანკები გადიან კოლოსალურ მოგებებზე და ადამიანები ვალებში ხრჩობიან და თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვალზე ხარჯავენ. გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, რომელიც არის იმპორტზე ორიენტირებული ნაგვის შემოტანაზე ამ ქვეყანაში, ხო? გვაქვს ეკონომიკის სექტორები, რომელიც აი კვიჟინაძეა, ხო, ის დეპუტატი გადმოვლიან და გაათეთრებენ, ხო? თავანკარა ქართულით რომ საუბრობს ეს კაცი, რომ სარეცხის მანქანად უნდა იქცეს საქართველო ბინძური და სისხლიანი ფულის გასათეთრებად, ხო? და ჩვენი ეკონომიკა არის ასევე მონოპოლიებზე დაფუძნებული, სადაც იცით ყველამ ჯანდაცვის კორპორაციები, რომლებიც ფლობენ წამალს, წამლის წარმოებასაც, წამლის შემოტანასაც, აფთიაქსაც, საავადმყოფოსაც, სადაზღვეოსაც, ხო? და ასევე ეს მშენებლობის სექტორიც გვაქვს, გამოაღეთ, გადავწიეთ ფარდა თუ თბილისში ან ბათუმში ცხოვრობთ, გაიხედეთ ფანჯარაში და დაინახავთ იმ სიმახინჯეს, რაზეცაა დაფუძნებული ეს სექტორები, ხო? და ასეთი ეკონომიკა ემსახურება იმას, რომ მოგება ის ზრდა, რომელზეც საუბრობენ აქ ბატონები, მიდის ხოლმე ყველაზე მდიდარი 10%-ის სასარგებლოდ და დანარჩენი მოსახლეობა აგრძელებს იმ უბსკრულში ყოფნას და იმ საშინელ ეკონომიკურ პირობებში ყოფნას, რომელსაც ჩვენ ყველანი, ვინც აი ელიტას არ მივეკუთვნებით, საკუთარ კანზე ვგრძნობთ ხოლმე. და ეხლა სოციალურ პირობებზეც ვთქვათ, როგორ შეიქმნება ამ ქვეყანაში ოჯახები, როდესაც ქვეყანას არ აქვს საბინაო პოლიტიკა და არაფერს არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ბინა ხელმისაწვდომი იყოს ადამიანისთვის. $100,000 სახლი რო შეიძინოს ადამიანმა 10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად $850 უნდა იხადოს იპოთეკურ სესხად. ვინ იყიდის სახლს, ვის ექნება თავისი, ესე იგი, თავშესაფარი ამ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება მხოლოდ პოლიციელებს და დევნილებს 1000-ში ერთხელ გადაუგდებს ხოლმე ერთ-ორ ბინას, ხო? ან შეხედეთ საბავშვო ბაღები როგორ არის ამ ქვეყანაში, ან შეხედეთ სასკოლო სისტემას, ხო? არც ერთ თავრობის თითქმის არც ერთი წარმომადგენლის შვილი არ დადის საჯარო სკოლაში.
იმიტომ რომ იმ სკოლებში ეშინიათ საკუთარი შვილების მიყვანა, მაგრამ ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა ახლობლებმა იქ უნდა იარონ. შეხედეთ პრობლემატური საკითხი ჩამოთვალეთ ზოგად პასუხსელით თუ რაიმე კონკრეტულს. აი ერთსაც ვიტყვი და პასუხი მაცია დამოკიდებული, ხო? ან უმუშევრობის მაჩვენებელი რო ავიღოთ ამ ქვეყანაში, არსებობს უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს ზურგი გაუმაგრონ, როდესაც არჩებიან ისინი ხელფასის გარეშე. არ აქვს ამ ქვეყანას ეკონომიკა არის დაყვანილი ტურიზმის პრივატიზაციის და ამ სარეცხი მანქანის დონეზე და სოციალური პოლიტიკა არის რაღაც შემწეობა და მათხოვრობა გადაქცეულია. რომელ დემოგრაფიულ საკითხზე და რომელ ოჯახებზე არის საუბარი. ტელეიმედთან დაკავშირებით პრეტენზიებზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე ახსენით რა იყო წინაპირობები იმის გამო, რომ ეს სხვა გადაცემაში ახლა არა, ამიტომ აღარ შემოვდივარ პოლემიკაში. ჩვენმა მაყურებელმა იცის რა იყო მიზეზები იმის, რომ მუშაობდით ისე როგორც მუშაობდით. გისმენთ ბატონო. კი, ნუ რა 6 მილიარდ ლარამდე და შემდეგ იპასუხებთ კაბოტონ მარიამი. კვეთრად არ გაუმჯობესდება თუ ქვეყანაში იქნება ის პოლიტიკა, რასაც დღეს ქართული ოცნება ატარებს, ხო? ჩვენ საუბრობთ არა რაღაც რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ მაგალითად ჩემი ინტერესის საგანია თვისობრივად რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ყავს თუ არ ვცდები 6 მოადგილე. ჩერჩილს 1 მოადგილე ყავდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 6 მოადგილე ყავს, ზოგი ტურიზმზეა პასუხისმგებელი, ზოგი ვაჭრობაზეა პასუხისმგებელი. 1 მოადგილე არ აყავს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში მრეწველობის განვითარებაზე, ან მანქანათმშენებლობის, ან ქიმიური მრეწველობის, ან სხვა ტიპის მრეწველობაზე. ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ეს დარგები, ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ სპეკულაციური დარგების განვითარება ამ ქვეყანაში. არის ის და მეორე რაც მინდა ვთქვა, აქ იმაში კი არა საქმე, სააკაშვილის დროსაც იზრდებოდა რაღაც 14%-ით თუ რაღაცით საქართველოს ეკონომიკა. აქ ამ თავარი როგორ ნაწილდება ეს, ხო? და ნაწილდება სრულიად უთანასწოროდ ჯინის ინდექსებით და ყველა ცნობილი ინდექსით, რომელიც თანასწორობას ზომავს, ჩვენ რეგიონში ვართ უკანასკნელ ადგილზე და ვართ აი ამ უსამართლო ქვეყანაში, უსამართლო ეკონომიკით, რომელიც არაფერს არ მოიტანს, თუ ესე გაგრძელდა და თუ მარტო ტურიზმზე და ხაჭაპური რამდენი იყიდა შემოსულა ტურისტმა, იმაზე ვილაპარაკეთ და ამ ფორმებით. ქალბატონი მარიამი დღეს მეც ერთი მოადგილე მყავს ჩერჩელივით, ან ნორმალური მოვლენაა, როცა პრემიერს ერთი მოადგილე ყავს და ეკონომიკის მინისტრს 6. მაგაშია საქმე. არა, მართლა ეგრე, ანუ პრემიერს არ შეიძლება მე მოადგილეებზე კი არა საქმე, მე დავსვი შეკითხვა, რომ ინდუსტრიაზე ვიზრუნავს, ტექნოლოგიებზე ვიზრუნავს და ეს არის თუ არა პრიორიტეტი. ნუ ღელავთ, ნუ შევთავთ, გაგცემთ ყველაფერს და პასუხს, ესე იგი პირველ რიგში გაგცემთ აუცილებლად, აგერ ვარ იმისთვის, რომ გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხი. ესე იგი პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეკონომიკის სამინისტრო თავისი სტრუქტურული წყობით ყველაზე დიდი სამინისტროა ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად რამდენი გაგცემთ პასუხს თუ მე თქვენ გისმენთ და თქვენ აი მაგალითად თქვენ ოდესმე ჩასულ ხართ ჭიათურაში და დალაპარაკხართ იქ მაღაროელებს. 3000 მაღაროელი მუშაობდა იქ საწარმოში. 2000 დარჩა უმუშევრად. და ეს 2000 უმუშევარი ადამიანი დღემდე ელის თქვენთან საუბარს, თუნდაც ასეთ ფორმატში. მაგრამ იქამდე ვერ მოიცალეთ, მოპოვებითი მრეწველობამდე ვერ მოიცალეთ, იმიტომ რომ ბანდიტებს და განგსტერებს ჩააბარეთ იქაურ. მოусმინოთ. და აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ხელშესახების შედეგები არის, რომ კიდევ ერთხელ 2000-ზე მეტი ქარხანა, სამეწარმეო მრეწველობითი საქმიანობა, 2000-ზე მეტი საწარმო, რომელიც მრავალპროფილური არის. დავსვი შეკითხვა იცით რაზე? დავსვი ისეთ ინდუსტრიებზე, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შექმნა. დავსვი შეკითხვები იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც არიან მეცნიერებადებად ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. დავსვი შეკითხვა იმ ტექნოლოგიებზე და იმ დარგებზე, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ ქვეყანაში. თქვათ, აზოტის ქიმიური მრეწველობის ქარხანა, სადაც რამდენიმე თვის წინ ადამიანები 200 ლარს ითხოვდნენ, რომ ხელფასზე დამატებოდათ, იმდენად მძიმე მდგომარეობა და იმდენად რთული სიტუაცია იქ შექმნილი. დავსვი შეკითხვა მოპოვებით მრეწველობაზე და ჭიათურაზე, რომელიც სულს ღაფავს
და არავინ კაციშვილი პატრონი არ არის იქ, ვიღაც სოცკიზე არის მიგდებული მთელი ქალაქი შესული და თქვენ საუბრობთ აწარმოეს საქართველოს მიერ დაფინანსებულ რომელსაც უდიდესი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი. ყლაპის წარმოებაზე და ასე შემდეგ. აქ არის საუბარი სერიოზულ დარგებზე და მე არ დავაკნინებდი თქვენგან განსხვავებით ყველა იმ საქმიანობას თქვენ აკნინებთ მე არ დავაკნინებ. შედარებით დასაკნინებელია ყველის მრეწველობის რაღაც მეორეული და მესამეული და ნახეთ თქვენ ხართ ადამიანი რომელიც წლების წინ ჩვენ საზოგადოებას ახსოვს აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას და მე იგივე ადამიანი დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს იმაში რომ რატომ არ არის ქვეყანაში თქვენ ჰესის შესახებ იცით ქალბატონო მე ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის შესახებ და მე ვიქნები ის ადამიანი რომელიც ამ ჰესის შესახებ ნამახვან ჰესზე გააფორმეს ხელშეკრულება არავის არაფერი არ უთხრეს მე მოსახლეობამ რომ პროტესტი გამოთქვა ორჯერ იქ სპეცრაზმი მიაგზავნეს ცემეს ხალხი და მე გამოცხადდა თქვენი ყოფილი კოლეგა ნამდვილი deep state-ი ვინც არის ქალბატონი თურნავა ხალხსა და პროექტი და ყველაფერი რო ქონდა დაგეგმილი მე დაუწყო ადამიანებს ლაპარაკი ამ პროექტის ავზე და კარგზე ასე რომ როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება ენერგორესურსების საკითხები და რო აუხსნით მე ეგებ ადამიანები თანახმარიან იმ პროექტების მოგვიწევს მიკროფონის გათიშვა ძალიან შეიძლება კონტრკითხვას დავსვავ რადგან ამ თემაში შევდით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყანაში მრეწველობის განვითარება ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ იაფი ენერგორესურსების გარეშე იაფი ენერგორესურსების მოპოვება ამ ქვეყანაში შესაძლებელია უბრალოდ უნდა არსებობდეს მეცნიერებაზე დაფუძნებული გეგმა სტრატეგიული გეგმა საიდან როგორ რანაირად მოვიპოვებთ ამ ენერგიას და რაც მთავარია დემოკრატიულად ეს უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და ნათია თურნავა და თქვენ არ უნდა წყვეტდეთ მარტო ამას რომელ დინარეს დემოკრატიის და მეცნიერების გათვალისწინებით გეგმების შემუშავებით აქ ამ ქვეყანას ენერგიის პოტენციალიც და ასე მადლობა თოთ მოусმინოთ სწორედ აქედან გამომდინარე მათ შორის თქვენ მიერ ხსენებული აზოტის ქარხანა ეს არის მშპ-ის 14% და მე შემიძლია რომ კონკრეტულად აკერა დღეს ციფრებით გითხრათ თუ როგორ განვითარდა ჩვენ ქვეყანაში მრეწველობა ბრუნვა აღნიშნულ სექტორში 2012 წელს ძალიან ბევრ საწარმოს ჩამოგიწვით, ოღონდ დამასრულებინაც ისეც რომელიც ცulis არა, გავთიშავთ მას უკვე ძალიან გთხოვთ რომ მოусმინეთ პასუხს. 2012 წელს მრეწველობის სექტორის ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს. 2024 წელს აღნიშნული სექტორის ბრუნვამ გადააჭარბა 25 მილიარდ ლარს. ანუ 3.5-ჯერ გაიზარდა ამ სექტორში ბრუნვა. ამავდროულად 20 რა მოხდება? თქვენ თვითონვე დასახელეთ აზოტი, ფეროები, რა ვიცი, ძალიან ბევრი საწარმო. ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, ყოველდღიურად. ის შექმნა საბჭოთა კავშირმა. არა, ასე ვერ გავაგრძელებთ. ფეროების ფუნქციონირებაში თქვენ რო ნახოთ ყოველდღიურად სახელმწიფო რამხელა მხარდაჭერას უცხადებს, მათ შორის იაფიანი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თქვენ ამ უპრეცედენტო ინვესტიცია ბატონ ლევანი დაიწყებს, ჯერ კრიტიკა მოვისმინოთ და შემდეგ უკვე ხელისუფლების პასუხი. ეს ადვილად ვერ გადახოთ სისტემაზე, მე უნდა გამოვეხმაურო იმ რაღაც მოსაწყენ ლექციას, რომელიც აქ წაგვიკითხეს, რომ ინდუსტრიის ზოგიერთ დარგს თურმე სახელმწიფო მხარს უჭერს ხოლმე. აი ამაში, აი პროტექციონიზმი საქართველოს ხელისუფლების ამაში ჩანს, რომ დიდრებს მესაკუთრეებს, იქ ვინც მენეჯმენტში არიან განგსტერები, იმათ ეხმარებია, რომ გადაარჩინონ თავიანთი, ასე ვთქვათ, საქმიანობა და იგივე აზოტის მუშებს გაფიცვა უწევთ, რომ 200 ლარით მეტი ხელფასი ქონდეთ, ჭიათურაში 3000 კაციდან 2000 გაათავისუფლეს ადგილიდან. და როცა ვსაუბრობთ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, იცით რას გულისხმობთ, რომ აი თქვა დავიღოთ ტყიბული. ტყიბულის საწარმოს მხარდაჭერა კი არ არის დღეს ინდუსტრიული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი კი არ უნდა იყოს. ტყიბულში საწარმო დასახურია, აღარ აქვს ამისი რესურსი. იქ სხვა ინდუსტრიაა გასავითარებელი და ამაზე უნდა ფიქრობდეს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც რაც შეეხება იგჰილსის პროექტს, უამრავი პრობლემა აქვს ამ პროექტს. მაინც ჩამოთვალეთ, მაგალითად ისევ მივდივართ ეკონომიკის თვისებრივ ცვლილებებთან, ხომ? ეს პროექტი დაასაქმებს ისევ, ასე ვთქვათ, მშენებლობის და მომსახურების
მუშაობის სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ და სერიოზულ და მეცნიერებატევად და ინდუსტრიულ დარგში, ხო, ადამიანებს. აი ეს პრობლემაა. მე აი ნამახვან ჰესი 100-ჯერ წამოგვაყვედრეს აქ და საერთოდ ამას პრობლემად არ მივიჩნევ ამ წამოყვედრებას, იმიტომ რომ ნამახვან ჰესის პროექტის მთავარი პრობლემაც ის იყო, რომ ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს ხოლმე სახელმწიფო, მოგება რჩება ინვესტორს. აქაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აი იმ ხელშეკრულებით, რომ სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, სწორედ ამგვარ პრინციპთან გვაქვს საქმე, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი რისკი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს. აქ ამ პროექტს ასევე აქ დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს და ეკოლოგიურ საკითხებს, რომ იქ ფასკუნჯი კვერცხს ვერ დადებს და რაღაც ესე ცისულელებს ამბობენ და სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება აი ამ პროექტსაც, ხო? ჯერ ესეთიც ამ ქალაქში რა ხარისხის წყალს ვიღებთ ჩვენ, რა ინტენსივობით წყალს ვიღებთ ჩვენ, ან რუსთავის წყალმომარაგება რა მდგომარეობაშია, ვიცით ყველამ რუსთაველებმა განსაკუთრებით კარგად იციან, მე არა რუსთაველებმა უკეთ იციან, ხო? და ეხლა და ახალი გორი ჩდება თბილისსა და რუსთავს შორის. რა წყლით ამარაგებთ იმათ? ან ინერტული მასალები ამ ხელამშენებლობებისთვის საჭირო რო არის, რომელი მდინარიდან ამოგაქვთ ამდენი ქვიშა, ხრეში და ასე შემდეგ, ხო? ეს დათვლილია? რამე კვლევა გააქვთ თქვენ, რომლითაც თქვათ აი ამ ეკოლოგიურ საკითხებს შემდეგ ჩაიკითხებით, პასუხი არ დაგაკმაყოფილებ. კი ბატონო, ბატონო იაკობ. ასე ვთქვათ, შფოთვა გამოვხატოთ. არავით არ იკავშირე მიგრაციას ამ პროექტთან არ გააჩნიო. ეს არის უდიდესი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მომტანი, ახალი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნელი და სულ ბოლოს ვიტყოდი, მე არ შემიძლია პასუხის გარეშე დავტოვო ბატონი ლევანის სრულიად პოპულიზმით და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა ჰესებთან მიმართებაში და მე მინდა ბატონი ლევანი შევამზადო იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მმართველობის დროს განხორციელდება. ეს არის ნამახვანის პოპულიზმი იყო თქვენ რაც ილაპარაკეთ ეხა იმ საცხოვრებელ კომპლექსში ვერცეთი ჩვენი ტბდელე მაყურებელი ბინას ვერ იყიდის და ვერანაირი სოციალური ასე ვთქვათ სამართლიანი $1650 კვადრატული მეტრი. და აშენებთ ისეთ პროექტს, რომელიც აი ურბანულად არ არის შესწავლილი. რა გავლენა ექნება რუსთავზე, რა გავლენა ექნება თბილისზე. დავსვი შეკითხვა ინერტულ მასალებზე არ გაეცით პასუხი, არ გაეცით პასუხი წყალი საიდან მოდის იქ, მიწების გაუდაბნოება რომ მიდის მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ამაზე რა გავლენა ექნება. იმაზე არ პასუხობთ და უპრობლემო პროექტია, არანაირი პროექტი. მოდელი ამათ რო უნდათ დუბაის აშენება საქართველოში და ვიღაცას რო უნდა სინგაპურის აშენება, ჩვენ არც დუბაი გვინდა და სინგაპურიც არ გვინდა, აქ ნორმალური ქვეყანა გვინდა, დემოკრატიული, რომელიც არ დგას მუშების სიკვდილზე. ის ყველა ცათამსჯენზე არის შრომითი ექსპლუატაციით აშენებული და ადამიანის განადგურებით აშენებული და იგივეს უპირებენ ქართველ დასაქმებულებს აქ. მათხოვული ხელფასით უნდა აშენონ საშინელი შენობა. პასუხეთ და დავამშვიდობები მაყურებელს. საზოგადოებამ ასევე, როდესაც საქმე ეხება თვითონ განაშენიანებას და ამ ყველაფრის დეტალებს. ამ შემთხვევაში სტანდარტული წესით შედის ჩვეულებრივად ნებართვაზე ორივე პროექტი, შედის მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ბათუმის მუნიციპალიტეტი. საგრებულოებში აფსოლუტურად გამჭვირვალე იქნება პროცედურა. შესაბამისად საზოგადოებას ექნება უარზე არ ვამბობ მე. გამჭვირვალობას ხო არის საუბარი. როდესაც შევა. როდესაც არა, როდესაც შევა. გასაგებია თქვენი პოზიცია პასუხი მოისმენთ. როდესაც გასაგები არ იყო ლექციებს რო აკითხებთ და ხა მე პასუხის უფლება. როდესაც შევა ნებართვაზე. როდესაც ეთერი თქვენია, ყველა ტელევიზია ძალიან უნდა თქვენია და ახაც თქვენ უნდა ილაპარაკოთ. კონსტრუქციულად მივიდეთ ფინალამდე. არა, არის მომგებიანი ჩემთვის მე გადაწყვეტილება. მაშინ უბრალოდ ბედავი მშვიდობები მაყურებელს და ეს იქნება.